ბიჭო, ხო გთხოვე, თქვი, რა სადღაცა რო უხვევ ძმაო, რატო დაგტანჯე? ვერ ვაკეთებ იმას, რაც გეგმაში მქონდა და შენ ყლეზე კიდია, დადიხარ და ტევზაო, შეჩემა. ნუ გამაგიჟე, რა ტევზაო და თავს მაძებნინებ, შეჩემა. რაში წერია ეგ ძმაო? ეხლა არის 7 საათი დილის. ხო და მივდივართ დოქტორს უნდა გავუაროთ. ხედავთ უკან-უკან ზინავს. სავარაუდოდ ისევ გამოუძინებელი წამოვიდა და გვიან დაიძინა, საერთოდ არ ძინებია, ვერ გაიგებ. დღეს გვყავს ახალი სახე ვიდეოში, ეს არის მისტა ლუკა კუპრეიშვილი, სენაკისა და სამეგრელოს პრინცი და წაგვიყვანს მოკლედ იცის ცხელი გოგირდის რა, ცხელი გოგირდის რა ქვია? ჩანჩქერია, აბანოა და ყველაფერი ერთად. ვაფშე მაგარი შეჭება. ცხელი გოგირდის ყველაფერი ერთადში წაგვიყვანს, მაო სამეგრელოში რა. ხო და ამინდი გვაქვს ძალიან საშინელი, ქარი, წვიმა, ყველაფერი ერთად არის. ეხლა კიდე თბილისში ნიჩიბო იქით ამბავი იქნება, იმის დედავატირე რა. დოქტორის გამო აგერ 8 საათი გაგვიხდა ლოტკინზე რა. და მე მგონი დროა გავამათრახოთ, მგონი დროა რამოდენიმე დღით ეშმაკს მივუგდოთ, რომ თავის ცეცხლოვანი პენისით გალახოს. რა მოგაცეკავს? იმდა მივაჭი. ამ ხელა კაცები, კაროჩე, ვდგებით და აი გარეთ წვიმს რა და ხალხი აი გარეთ რო იხედება ჩერბიდი ხართ. სამეგრელოში ვიდივართ, აი წვიმაში ძმა არ ტკარავი. სამეგრელოში საათ. სად ვიდივართ? ნუ ქალაქები ძველი სენაკი. ბიჭო, ტაქსებში ნუ იძინებს, მა ესე გამთენი ისა, ვიმე არ მოგართვას. ეს ჩვენი დოქტორას ძმა არის რა. არის დოქტორება დიდი თაობა და სავალი და რა ვიცი. წყალდიდობა და რა ხარისხალი და დაჟე ტორნადოც არისო გამოცხადებული, იცოდი. ისტორიაში პირველად ფიქსირდება სენაკში, ვიცი. დღეს ხომ არის? მაინც დღეს. იქ სახლებს წაიღებს, იმედია ჩვენი ქუხი გადარჩება. რაღაცა დახულაში უშლის ხელს, ან ცოტა მარჯვნივ გაწიეთ ძალიან დასაფარებელი ოდნავ. არ მოტეხ. ნუ მოტეხ. ოი შენი! დადი! იმედია არ იკამათებენ ბიჭები და მშვიდად ჩამიყვანენ. ვიჯო, ეს არის მაგარი არაყი, ბრატ, თორე გზაში გვეყოფ. იალა. კაი, ეხა წავედით. ერთი გაჩერება გავჩერდეთ რა, ზაპუსკა დავითრიოთ, ყავა დავლიოთ, გაზი დავტენოთ. და всё, ძმა, მე იქამდე არ ვჩერდები. მეფსია, მეჯუია არ გამაგონოთ. მოგვიხევი რა ხარ ხასიათზე. არაფერი ბრატ, просто მაგარი დავიღალე და просто მჭირდება რეაბილიტაცია მჭირდება. რეაბილიტოლოგიას გავარ. ერთი თვიანი ბრძოლები მქონდა, რომ აქ წამოსულიყავი. საიდან ბრატ? არ გიშობდნენ? სულ მუშაობა. ფსიქიატრიული. კადრებში ანუ ცენზურა არ არის, ხო? ნერვის ძაფი რო გამიწყდება, შემიძლია რომ დავაყარო, ხო? ბიჭო, არ მინდა პროსტა ეხა ისევ ვისაუბრო შენთან, რომ მართლა ერთი წელი არ მინახი ხადა. ნუ მაიძულებ ძალიან გთხოვ რა. დღეს პროსტა მოდი. ხელის ბალიჟზე დამადე ხელი და მინდი რა. ბიჭო, თითქოს იქით. ბებია ჩემი მაყალასავით ლაპარა. ბიჭო, ეს ფაველები გადაიღე რა, წინაზე რაჭის ვიდეოში მინდოდა რომ მომეხვედრებინა და ვიდეო დავკარგი და ვერ გავაძრე. რა მინდა ბრაზილია ეს ჩემი ნახალოკაში ხო ფაველები. ოპა, ცენზურა არ არის რა ხან გავიგე. კარგად გავერთობით. ლუკა, შენ მე ნახე როგორ დაგინძრა, მაგ შენ არ ახსოვ დავაგემოვნებ. ორი ჭიქის მე ფსიქიატრიულში ვინ დაწובה მე ვნახოთ. და ესეთი ამინდი თუ იქნება ძმა, ნიჩიო. მაგრამ ბიჭო, ნახე ეს რა სიძახის კუპრე იძახის, კაროჩე, რომ იქო ძმაო ამ გოგირდის აბანოებს რა, იმ ხელას იმხურვალი აქვსო რა. რომ ეს კლდოვანი მასა რაც არის, გადახურვის პონტში კეთდება რა. და მაგის ქვეშ სურო შორტებით წამოვწვეთ და ღამე გავათენოთო ძმა. ვაფშე პრობლემა არ იქნება. არის შემოღობილი კერძო ტერიტორიაზე, ხო? რა შემოღობილი კერძო ტერიტორია? ჯერჯერობით კერძო ტერიტორია არ არის. რა თქმა უნდა, მომავალში მაგასაც გაუჩალიჩებენ მაგას, მაგრამ
როგორც მარტვილის კანიონი უფასოდ რო შედიოდი და ეხა გიწევს 100 ლარის გადახდა უბრალოდ რომ ნახო ფეხი რო შეყო მართალია ერთი და შევსვავ ლუქსონ ხო არ გადმოვინაცვლო შენთან გვერდზე რა ვიცი ბრატ ისე იდეა ადრიან ვერ გავდა არა რო გადმოანაცვლო რა დინაობას წინოდ ესე გამივა ზარია პარკინგზე მიაჩნე ჯიგა შენ მითხარი ძმა მე გზა უნდა ვასწავლო შენ გზას შენ ძმას რა ვერ ვასწავლე კალოზე როგორ შეიცვალა გეგმები ძმა გადმოვის დამიწერეთ კომენტარებში როგორ გამოვიყურები ესე კაროჩე ეს იამებს არაცილებს ესეც ჩიქას ბოლომდე ავსებს რანაირად 3 კილოზე ხული ლარ ეხლა იცი დაბალ იმუნიტეტზე ეგრევე კლავს შეჩემ კომენტარები ლევანდელზე გაუმორდოს ჩვენს ტურს გაუმორდოს სამეგრელოში ეგრელებო გენაცვალეთ ჩამოვდივართ ჩემი თამადომით იმედია რომ შვიდობიანად ჩავალთ შვიდობიანად გავაკეთებთ იმას რაც გვინდა რომ გავაკეთოთ და მე ასევე მშვიდობიანად დავბრუნდებით გაუმორდოს საკმაოდ დაბალი შანსია მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავს უსურვოთ მშვიდობიანი ჩასვლა ჩვენი რა მიდის ხამი რა მაგრაცია და დატო იცი ახლა ი თელი ხამი გარეთ იყავი მე რა მაგრაცია რა შენ თან საჯანდაბაში იყავი ასეთ ხამი ხანსად вообще ვძინები და უნდა დავიძინო მოჭრება ცოტა თორე შენ თუ უნდა დაიძინო, მაშინ დაზიანოს რომ დავაპირებ, რა ვიცი, გადმოსვი რომელიმე წინ. შენ თუ იყო მკვლელი გადასაღები არის რა. ისე რა ქვია მაგას მაგ პრიანიქს ჩაიხუდე მოზორებით ერთი გამოვშვი რა ეს წვენშია ხო? საათი ხდება მაცერე წამრაღაც იამები და არ გადამცეს ვისაც გადატრიალება გინდათ საწულში გადატრიალდით ბიჭო ეს ბერლინის კედლის ცხოვრებაში შენც მიიღო მონაწილეობა ხო? შენ გაგიმარჯოს ამიტომ რომ ესეთ წარმატებას მიაღწია უკვე ცხოვრებაში ესეთმა ახალგაზრდა ბიჭმა აწირა სიზამ წარმომიდგენია ლევანდელ ლამას დღეს გამომარჯოს ლამას ვერ დაარქმევ ჯერ სიცოცხლის ნიშნები არავა არც ცაზე და არც გარშემო ისე კაი დათვით კია თუ რამე მეგრული დათვი დაგვიჯახა ეგრევე მიუშვეთ ლუკას რომ დაიტაკოს არა მეგრული დათვი სად ნახე აი სად ნახე მე ვნახე და შენ ახლა განახე ბროჩახო დინარეც არის ახლოს დინარი არის ახლოს მანდ რომ დინარია შენ ნახე არ გიქნება ძმო კანიონია ნუ ქალაქებს ჩააფეფლე შიგნით ბიჭო ვერ უძალიანდები მეშინი აი კაც ესე ფეფლი მოეთავსებინოს ის ლამაზა ჩიქაში მე პირველად ნახე რა ლუკა მე მაჩუკა მამა ჯახიდი სამეგრელოშია ჰიტი ლოკალაკების გამბიონის ხიდი 13 ბიბი ლუკას მეტრაკში შევუყავი თითი როცა გადავაჩებ ხდება ხიდი და შემდეგ ჩავახშობ და ვერ მიხდება გიდი აი ხა ჯიგარი Well, I saddled up my shoes, headed out at dawn. Yeah, I saddled up my shoes, headed out at dawn. Ain't no place gonna hold me when the road keep rolling on. მე მგონი ცხოვრებაში პირველად გავგიმართლა და მართლა კაი ამინდიდა ხვდა. შუზენაკი იქნება. ეხა სინახში. ჩამოვედით სენახში მიგურილო. ბევრი დრო არ დაუჭირდა სოფაშორის. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დრო გაგვეცელა. ქალაქიდან გამოსვლისთვის ცოტა არა ძმა, სანამ დოქტორმა დილით ძმაო რძე ჩააცია ჩიქაში და სანამ რა ვიცი ჟოლოა თქვა ძმა და მიირთვა ჩია გააღივა და რა ვიცი, კაროჩე და ჩამოვედით აქედან უკვე ნენელა დაიწყება ჩვენი ისტორია. იძებნება დოპამინი, ვიპოვეთ დოპამინი. შენ თვითონ არ გამოგვიგზავნე, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ რა ნახე შენ ჩემ ორხმაში რომ ამღერე. შენ თვითონ არ გამოგვიგზავნე რა. იმიტომ რომ ჯერ ჩვენ ტოსტორად არ აღვიქო. მოვადროთ და
მოუყვებით შვილე. მოვიარეთ სენაკის, ძველი სენაკის ცენტრი. რაღაც ელემენტარული შევიძინეთ, რაც მჭირდება. და მივდივართ უკვე დასარჩენის მოსაძიებლად. ვნახეთ, დავუზვერეთ ესე ვთქვათ რა გավորობა. ძალიან კარგი ადგილია და უეჭველად დავუნდებით რომ ამ წლებში ჩავწვეთ რა. ამინდი გაგვიფუჭდება მალე, სანამ გაფუჭდება ან წვიმა დაასხავს, ან ქარი ამოვარდება, ან რა მსგავსი. უნდა გადავიდეთ და კანიონი რო იწყება, აი სადღაც მან დასაწყისში რამე კარგ ადგილს მოვძებნით. ქარისგან რო დაგვიცვას და დავიწყებთ აშენებას, დაბანაკებას რა. როცა დავასრულებთ, მე დავტოვებთ და გადმოვინაცვლებთ უკვე აქეთ. ჩვენი ძმა მიყავთ. გაუთვალისწინებელი რა მოხდა. გავაჩერეთ მანქანა რომ დასაბანაკებლად ადგილი შეგვერჩია. ხედავთ რომ მანქანაში ლუკა აღარ ყავს, ჩემი ძმა. გადაისვეს, გადაიჯინეს საპატრულო ეკიპაჟმა. განყოფილებაში გადაყავთ. დანაგვედო რა, სავარაუდოდ ადმინისტრაციულად გაფორმდება ჯარიმა 200 ლარი. ალბათ ესე იქნება რა, მაგრამ დანარჩენს გავიგებთ. დროში ვიწვევით, გაგვეწელა, ამინდი ფუჭდება. იქ რამდენ ხანს მოგვიწევს დაყოვნება, არ ვიცი. დანარჩენს გზადაგზა ჩვენც ნელ-ნელა გავიგებთ რა. იმედს ვიტოვებ, რომ დიდ დროს არ წაგვართმევენ. დანას და 200 ლარს რა თქმა უნდა წაგვართმევენ, მაგრამ ეხლა მაგას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. ველოდებით რუკინოს. რიჯა ბაზარი რა, შეეძლო რომ საერთოდ არაფერი არ მოყოლო. ვიყიდე პივა. მოვიდე ლუდი სენაკის პოლიციას. უფრო მეტი სტუმართ მოყარეობისკენ მოუწოდებდი. ფიქრობ რომ უბრალოდ მეტი გათვალისწინება შეიძლება და აუცილებელიც იყო ჩემი აზრით რა. მინუსი სენაკის პოლიციის თანამშრომლებს აქედან. გამოგვაბუნძულო იმ ადგილიდან ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ადგილი გველოდება წინ სანახავად და სადაც იდეალურად დავბანაკდებით. ანუ შესაფერისი ადგილია საიმისოდ რომ იდეალურად დავბანაკდებით. ამიტომ მოდი შევიდეთ. იმედია ისე ვარ დაგვადგება მანქანა და საიდან ჩვენ მანქანას არ იცნობ. საიდან გამოგვიშვეს აქ ვერ დაბანაკდებით არ შეიძლება. ისე პოლიციელებმა არ წასულ ხარ ძმაო სადღაცა სალაშქროდ და ისე არიცი რა როგორ და რანაირად ხდება ძმაო. ახლა დანა თუ არ წაიღითი უნდა დაჭრა ძმაო, კალბასი რითი უნდა დაჭრა, პამიდორი რითი უნდა. ნაჯახი გვაქვს და რა დანაზე არის საუბარი ბიჭო, უკან ბაგაჟნიკში ლაფატკა მიდევს ისეთი ძმაო, ნახევარ იმას რა ქვია, ბატალიონს გავწყვიტავ იმ ლაფატკის, რომ მოვინდო. კანონები არის გასასწორებელი, გადაეხედოს, თორე ამ თავრობას გადავაყენებ იცოდეთ. აიგზალოს 200 ლარიანი ჯარიმა დამწერეს და მთავრობა გადადგეს. ბიჭო, ხო გვითხრეს რომ წადით აქ ვერ დარჩებით და ხა ისე რომ დაგვამუღამონ და მანქანი ჩაიარონ და ისე ჩვენი მანქანა ნახო პარკინგზე, მე რო ვქნათ დავუშვათ. ბიჭო, ხო ეგეც დაბრკოლებაა რა, მაგრამ ნახე ეგ იმიტომ გვითხრეს რომ მოქალაქე იყოს დაცული რა, ხვდები რომ ღამით არ გაათიოს ტყეში და რაღაცა ნადირმა არ შეჭამოს. რაღაც მე ესე გავიგე ყოველ შემთხვევაში კანონი აქ გაჩერებას არ უგზალავს არავის. ხა იქ რო თუ ნახავენ კიდე და მანქანას ნახავენ, მანქანიდან იქვე სადმე მე გადმოვლენ, დაგზებნიან და ცა გაიხსნება ორად და მიწა გაიყოფა ძმაო და ჩავარდებით, მაგრამ არ ამგონია რა ვიცი, იმეც ვიტოვებ რომ კიდე პრობლემა არ შეგვხდება მაგაზე რა, მაქსიმალურად ვეცადოთ რომ მეტი პრობლემა აღარ შეგვხდეს რა.
აგინდა? დავჭით აი ამ სახში და საშინელო მიფუყუროთ რამე რა. არა ძმა, სადამ სახლში დავრჩე, წამოდი ნუ გამაგიჟეთ. ზომოდლა ამაზია. ქვევით პარალონი და პარალონზე სპალნიკი რა. კონსერჟანტო, მოდი აბა ჩვენ ხეები უნდა. შენახე ხა თემა როგორია რა, საერთო ჯამში რა იქნება. აი აქედან იქამდე ამ თოქს გავჭიმავთ რა. ამ თოქს რო გავჭიმავთ. აქედან რამოდენიმე აი ეს გრძელ ტოტს მივადებთ ამ იმას, რამოდენიმე გრძელი ტოტი, მანდანაც რამოდენიმე გრძელი ტოტი, მერე მაგ ტოტებზე მილაგდება ესენი. და აი ეს სამკუთხედა და დაეშვება, ესე შეიქმნება და შიგნით გვექნება დვიჟენია რა. აი ესეთი ადგილი გადაწყდა. აქ ცეცხლს დავანთებთ. იქით დასარჩენს მოვაწყობთ. გარშემო ტყე გვაკრავს. აი ესე. და იქით მხარეს უკვე მდინარე მიედინება. ვაიმე იქ რამ ხელახია მოტეხილი. ნახეთ რამ ხელახია წამოწყოლილი. ეხლა დავიწყებთ შეშების მოძიებას ცეცხლისთვის. გავამზადებთ, მანამდე ექიმი და ლუკა არიან გასულები. აქ ტელეფონი არ იჭერს რა. და აი წეღარა ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, მაგასთან დაკავშირებით რაღაცეები აქვს მისაწერ-მოსაწერი და მოკლედ ტელეფონი არ დაიჭიროს იქით გავიდნენ. ძალიან დიდი რაოდენობით გვინდა შეჩემა. შეშა გვინდა ულევი. ერთ ადგილზე უნდა იყოს მომარაგებული, რომ დაღამდება აქეთ იქით სირბილი არ მოგვიწიოს და სიბნელეში ძებნა. ნუ ამან პირდაპირ სახლი იპოვაჩ. ესეთი იდეა მოხს რომ სახლი ავაშენოთ დაახლოებით იგივე პრინციპით როგორც ავაშენეთ რაჭაში რა. ნუ ვინც არიცით თუ არ აქვს თანახი რაჭაში ავაშენეთ ესეთი სამკუთხედის ფორმის სახლი, ზემოთ ჯოხი და გვერდებზე მილაგებული ჯოხები პოტებით დაფარული და ამ შემთხვევაში ვინაიდან დიდი ალბათობა არის წვიმის გვაქვს ესეთი ცელოფანი წამოღებული და აი ესე თოკიც კი არ დაგვჭირდა დაჟე ისე გავაკეთე რა ასეთი ზომის გამოგვივა დავეტევთ 4 კაცი შემიძლია აქ აი ეს ჩალაგებული 4 კაცი ისედაც დავეტევით რა იზამს იზამს რა მაგრამ აქ ეციება ნოთი მაგას ისე არ ეციება როგორც იქ არა ისე არ ეციება პოლიცია მოკლედ კონკრეტულად რა თქმა უნდა ვერ დავდებ. არ ვიცი რამდენად ხედავთ ახლა აი აქ. ვაშენებდით. ახლა ვშლით. იმიტომ რომ დაგვიშალეს კერძო ტერიტორია რაღაცა ის აქ არ შეიძლება. ისედაც დროში რა მაგრად დამწვევი ვიყავით. ვერ ვეტეოდით. ამინდით ფუჭდება. ავბარგდით. და წავალთ ახლა გოგირდებისკენ იქით გადავალთ რა. იქნებ რამე შევძლოთ რომ იქით უფრო ხელსაყრელი პირობები იქნებ აღმოვაჩინოთ რა. მოკლედ რამდენი პრობლემა შეგვექნა დღეს რა. რა შეშის მარაგი გაგვემაზა. წავედით. არც იქანე მიგვიღენ, არც აქანე მიგვიღენ.
შულომას როგორ უნდა ველოდებოდი და გიძებდით ხო? ბიჭო, ხო გთხოვე, თქვი, რა სადღაცა რო უხვევ ძმაო, რატო დაგვტანჯეთ? ვერ ვაკეთებ იმას, რაც გეგმაში მქონდა და შენ ყლეზე კიდია, დადიხარ და თევზაო, შეჩემა. გითხარი წავიდეთ მეტი გოგრიდებში თქო. ნუ გამაგიჟე რა, თევზაო და თავს მაძებნინებ, შეჩემა. რაში წერია ეგ ძმაო? კაი, მოდი, გვიანა ვდგეთ და წავიდეთ. და მანამდე ნუ რავი, რა სიტუაციაში ვართ ახლა ხო ხედავ რა. ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ, რა. უკვე რომელი საათია? ადგილი ვერ მონახეთ ისეთი, სადაც რამეს ავაშენებთ, აშენების დროც არ გვაქვს. არც რესურსი არსებობს არანაირი, პლუს მაგას ყველგან სადაც ფეხი დავდგით ვიღაცამ დაგვიშალა ძმაო ფეხის დადგმა და რა ვიცი ძმა. დღესთან შეუთავსებელია. კიდე მოგვადგნენ ბიჭო. ახლა კიდე ჩამოვიდნენ ბიჭები რა. პიკაპით დაგვადგნენ, დავხედეს, წავიდნენ ბებიც. სამეგრელოში ვარ ტერორისტები რა. აი განყოფილებაში რამდენიმე ფოტო იყო გამოყენებული. ერთ-ერთი ესე ჰქონდა დაკავებულია ნიშანი ძმა და ძალიან უნდა წოეთყო ჩვენს. მოდი ძმაო, ახლა გამოვიცვალოთ ამ დაღლილზე, ნატანჯზე, ნანერვიულებზე, ძმა, ნერვებ დაწყვეტილზე, ჩავიდეთ და ვიჭყუმპალაოთ ამ შენ გოგირდის აბანოებში, ძმა და მაგის იქით კიდე გოგირდის აბანოებში ჯეირანი ვითამაშოთ ძმაო და წაგებულმა ორმა კაცმა ტეხურაში გააჭყუმპალაოს, გაანარნაროს ხალში რა. რა არ ვიცი. შეიძლება მეთქი ბიჭო, რო წაგიღო ძმა. დამენძრა. მოდი, 1 2 3 დავეთ ბიჭოვნები. აუ სულ გამეთოშა ყველაფერი. აიმე. უთებზე მაგრად მომიჭირა. აუ ცხელი რა кайფია. ვა. დინარეში. მე მარტო არ მევასწრა მაგის თქმა. აიმე ღერთო მადლობა რა კაია. ცივმა წყალმა ცივისწყლის მერე ცხელმა და ეხლა ამან ჭამოთ საჭმელი რა. აქეთ ჩვენი ტანსაცმელებია. აქ არის სამზარეულო. კვება მზად არის შეფ? ნამდვილი ლორით არის. ო? რას დადიხარ მაუგლი? აკაია, ბიჭო. აუ ძალიან გაიგას. როგორია? ძალიან ცხელია? აუ რა მასაჟია ძმა. ბუნებრივად მოდის ცხელი. Now I'm rolling through the valley, wind hums through my head. Yeah, I'm rolling through the valley, wind hums through my head. You can't tell my woman I'm gone, and I ain't coming back. მე მომშალა იქა რომ გააქვს და ვერ დატანა რა. მურიან. გამაგაა. საო. საერთო ჯამში გვიწევს ამ სილამაზის დათმობა დღეს. ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი და ვერ გავაკეთეთ ის რაც გვინდოდა, მაგრამ არა უშავს. მომწონს ის შეგრძნება, როცა რაღაცას ვერ ვაკეთებ ისე როგორც გეგმაში მაქვს, მაგრამ არ ვაძლევ ამას იმის საშუალებას, რომ
ერთინა ბიჯით უკან დამხიოს, ან საერთოდ ხელი ჩამაქნევინოს რამეზე. დღეს არ გამოვიდა, არა უშავს. გამოვა ხვალ. ხვალაც შეიძლება არ გამოვიდეს და ხვალ თუ არ გამოვა, ზეგ გამოვა რა. არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ თავარია რომ ცხოვრებაში ყოველთვის ვცადოთ, მცდელობა არ დავაკლოთ იმისთვის რომ ვაკეთოთ ის რაც გვინდა. რა ვიცი, ჩემი სურვილია ბუნებასთან ვიყო ახლოს, დავათვალიერო, ნახო ძალიან ბევრი ადგილი, სხვადასხვა კუთხეში ვიყავ საქართველოსი და ვისი ამოვნო იმით, რაც ჩვენმა ქვეყანამ გვაჩუქა.